თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დღეს ნაძალადების რაიონში იმყოფებოდა, სადაც ხანძრის გამო 4 ოჯახი დაზარალდა. სერგეი უგრახელიძის განცხადებით გამგეობა დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება, შენობების რეაბილიტაცია კი მერის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება. ადგილზე იმყოფებოდა რაიონის გამგებელიც. ჩვენ ყველას გაუწევთ დახმარებას, გაყვანილი იქნება 3 ოჯახი გამგეობის მიერ ქირებით. სანამ სამუშაო მიმდინარეობს, ხოლო მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა შესაბამისი თანხა, რათა მათ აღუდგეთ სახურავები, კედლები გაუმაგდეთ, შეიკრას ეს ისევე როგორც იყო, იმაზე უკეთესიც იქნება იმედი მაქვს. გამოიყო თანხა, რომ მოხდეს სრული რეაბილიტაცია ამ სახლების, რომელიც არის დაზიანებული. განაჩენ შემთხვევაში სახურავები იქნება გადახურული და ამ რემონტის პერიოდში გამგეობა უზრუნველყოფს, რომ ეს ოჯახები იქნება ქირით გაყვანილი. გუშინ დაახლოებით 14 საათზე და 25 წუთზე მოხდა ეს ხანძარი. ყველას აბსოლუტურად დიდი მადლობა, რომ დროულად მოხერხდა ამ ხანძრის ლოკალიზაცია. დიდი მადლობა, მოკლედ მართლა გმირობა ჩაიდინეს.